არ ვიცი, შეიძლება თუ არა უფრო აბსურდული იყოს ეს ამბავი გერმანიიდან ტრანსგენდერი კაცის შესახებ, რომელმაც ისლამი მიიღო, სახელი ფათიმად შეიცვალა და ეხლა დუბაიში მდიდარ არაბ შეყვარებულს ეძებს. ღმერთო ჩემო. ღმერთმა ყველა გვიხსნას. სინამდვილეში ახლა უფრო კარგად ჩანს ყველაფერი, რადგან მზე უბრალოდ სხვანაირად ანათებს და ზემოდან აღარ არის იმდენი მზე. ცხადია, არ მოქვს წარმოდგენა, რას ამბობს ის, ან რას ამბობს ის ქალი, ან საერთოდ ამ ეტაპზე ვერაფერს ვიგებ. ვერც კი ხვდები ხუმრობაა ეს თუ არა. გონია რომ ეს ხუმრობა უნდა იყოს, რადგან სერიოზულად ვერ იფიქრებ, რომ დიდარ არაბ შეყვარებულს იპოვი. ანუ ღმერთო ჩემო, დაივიწყე ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერი ხარ. უბრალოდ წამით დაივიწყე ეს. ეს არ იმუშავებს, ძვირფასო. უბრალოდ არ იმუშავებს. მაგრამ ჩვენოდა ვისაუბროთ, რატომ ხდება ეს ფენომენი, რადგან გონია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ რაღაცა ცოტა არასწორადაა. და ამას ყველგან ვხედავთ, ხო ესეა? მაშ, დოქტორ მალუტმა დაწერა. ვინმე დამეხმარება ამაში გავერკვე, იმიტომ რომ მართლა ვერ ვიგებ. LGBT ადამიანებს ამ ისლამისტურ ქვეყნებში აპატიმრებენ, აწამებენ და კლავენ. აბა როგორ ხდება, რომ ისინი ამ ისლამისტური ქვეყნების ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან? და ლარის ანგერი ასე პასუხობს და ვფიქრობ, უნდა წავიკითხოთ ეს. პირველ რიგში გაღვიძებული, პროგრესულები, ინტერსექციური აქტივისტები მუდმივად ეძებენ მორალური უპირატესობის დადასტურებას, რასაც როგორც წესი იღებენ იმ ადამიანების დაცვით, ვისაც დაცვით, ვისაც მსხვერპლად მიიჩნევენ. და თავიანთი უპირატესობის დემონსტრირებით, როგორც მჩაგვრელებისთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ მორალურ უპირატესობას სათმარისად არ აფიშირებს. მორალური უპირატესობის დემონსტრირება სოციალურ ძალას წარმოადგენს და ბევრ რამეს ხსნის იმაში, რასაც გაღვიძებულები ამბობენ და აკეთებენ. მოკლედ, მთავარი აზრი ისაა, რომ ვინც ამ კაცს აზიარებს, საბოლოოდ თავს უკეთესად გრძნობს. რატო? რეალურად ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ იმიტომ რომ ფიქრობენ, ნახეთ, თუ ყველაზე დიდ მსხვერპლს მხარს დაუჭერთ, მაშინ საკუთარ თავზე უკეთესად ვიგრძნობთ თავს. ჩვენ ვართ ამ ამბავში კარგები. ეს ცოტა მოსაწყენია, მაგრამ სასაცილოა, რომ გონია, აღიარების მოპოვება იმით შეგიძლია, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლის, ყველაზე ღზე ხმამაღალი დამცველი იყო, ხომ ასეა? კარგი, ეს პირველი პუნქტია ლარის თქმით. მეორე მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ერთი მჩაგვრელია მნიშვნელოვანი და ეს არის დასავლური ცივილიზაცია და მისი დამცველები. ასე რომ, თუ ისეთი ჯგუფი, როგორიცაა ისლამისტები, ტრანს ადამიანები, არალეგალური იმიგრანტები და ასე შემდეგ, შეიძლება დასავლეთის მხრიდან მსხვერპლად ჩაითვალოს, ისინი ავტომატურად მსხვერპლნი ხდებიან. შემდეგ კი მათ ეხმარებიან. ეს იწვევს იმას, რომ მათი მიზნები პოპულარიზდება და მათთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი დღის მთავარ თემად იქცევა. ეს ნიშნავს ყველაზე ცუდი ადამიანები მსოფლიოში, ყველა დროის ყველაზე დიდი დამთგუნველები, რა თქმა უნდა, დასავლელები არიან, რომლებიც ბედნიერებით, თავისუფლებით და ღირებულებებით ცხოვრებას ბედავენ. ხო გესმით, საზიზღარია. რატო უნდა გვინდოდეს ეს? ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს როგორც დასავლეთის მიერ დაჩაგრული, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ირონია უბრალოდ სასაცილოა, რადგან, რა თქმა უნდა, ისლამისტებს, არალეგალურ მიგრანტებს და ტრანს ადამიანებს დასავლეთში უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე მსოფლიოს უმეტეს ადგილებში. მაგრამ ეს არავის აინტერესებს. თუ დასავლეთი არის პრობლემა, მაშინ ყველა შეიძულებს მას. და მესამე მიზეზი ისაა, რომ ერთადერთი მსხვერპლები, რომლებიც მნიშვნელოვანია, ისინი არიან, ვისი დაცვაც შეიძლება დაეხმაროს დასავლური ცივილიზაციის ან მისი იმ ნაწილების განადგურებაში, რომლებიც სოციალისტურ თანასწორობაზე აგებულ woke utopia-ს გზაზე უდგანან. ეს მთელი უტოპიური იდეა აბსურდულია, მაგრამ ეს არის იდეა, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად ვლინდება და იმის გაცნობიერება, რომ თუ ერთ პრობლემას მოაცილებს, სხვა პრობლემა ემაჩნდება, ადამიანებისთვის არასასიამოვნო აზრია. ამიტომაც სურთ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს ყველაფერი საბოლოოდ იდეალურად იქნება, თუ უბრალოდ აღიარებ, რომ utopia ოდესმე აუცილებლად მოვა. რაც აშკარად ასე არ არის. მაგრამ თუ შენ ის ადამიანი ხარ, ვინც შეძლებს გაანადგუროს ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ utopia არ არსებობს, ანუ, მაგალითად, დასავლელები, რომლებსაც დამოუკიდებლად აზროვნება შეუძლიათ, მაშინ შენ საუკეთესო ადამიანი ხარ და შენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მსხვერპლი ხარ. თუ გინდა დასავლეთის განადგურება, მაშინ ჩვენ მხარს დაგიჭერთ. თუნდაც ეს ნიშნავს ვიღოთ სრულიად სულელები და სასაცილოები. მუსლიმებს შეუძლიათ დაასუსტონ დასავლური ცივილიზაციები დანაშაულის გაზრდით, მათ შორის გაუპატიურების ბანდებით. ცხადია, ამას ვკითხულობ. გეტოების შექმნა და შარიათის კანონით ტერორიზმის მუხარა. იფიქრე რამდენიმე ევროპულ ქალაქზე, სადაც დიდი რაოდენობით არაინტეგრირებული. Assimilated.
ისლამისტური მოსახლეობა. ტრანსმოძრაობა შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც უხეში იარაღი, რათა ბავშვები დაინდოქტრინონ LGBT-ს სიხარულში და ასევე ქრისტიანული კონფესიების გასაყოფად. უკანონო მიგრანტები შეიძლება გამოყენებული იქნას ძალადობრივი ბანდების დასაცავად, საცხოვრებელი ფასების გასაზრდელად და ზოგადად საზოგადოებაში გაუცხოების გასაძლიერებლად. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ქალაქები, რომლებიც უკანონო მიგრანტებს მფარველობენ. კონსერვატორები ამჩნევენ ნახდება, აპროტესტებენ ამას და ამით შეიძლება მათი ამოცნობა. ჩაგურელებთან ერთად. ისინი აკეთებენ მიუტევებელ რაღაცებს. მაგალითად, ეწინააღმდეგებიან ისლამისტების გავლენის გავრცელებას. ამბობენ, რომ ტრანსქალი არ არის ქალი და აპროტესტებენ ცნობილი უკანონო იმიგრანტი კრიმინალების უაზრო და თავიდან აცილებად ძალადობას. ამიტომ მემარცხენეები შემდეგ იცავენ თავიანთ მშვენიერ გემრიელ მორალურ უპირატესობას, მსხვერპლთა დაცვით კონსერვატორების პრეტენზიების წინააღმდეგ. ეს საკმაოდ კარგად მუშაობს, არა? რაც შეეხება LGBT ადამიანებს ან ქალებს, რომლებიც ისლამისტებისა და მუსლიმური საზოგადოებების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი არიან, მემარცხენეებს ეს არ უთქვამთ. ამიტომაც ისინი არ სჯერათ, რომ ასეა. ან თუ ფაქტებს ვერ გაექცევიან, სჯერათ, რომ ეს ლეგიტიმურია. კულტურული. სხვაობა. ან არა მხოლოდ ისინი არიან მორალური რელატივისტები. მათი ერთგულება მორალური რელატივიზმის მიმართ ხდება მათი მორალური თითახქმის ცენტრალური ნაწილი, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ მიზანია დაიცვან მსხვერპლები, როგორც ისტორიულად მარგინალიზებული ჯგუფები და ებრძოლონ ისტორიულ დამთრგუნველებს. ნებისმიერი მინიშნება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, არის დიდი დამთრგუნველის, დასავლური ცივილიზაციის, მიკერძოებული და შეურაცხყოფელი წინააღმდეგობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცუდი პრობლემის წყაროა. და უნდა გაგაფრთხილოთ. უნდა გამოგითხრეთ ყველას, რომ მე ვარ დიდი ჩაგვრის, მიკერძოებული და შეურაცხყოფელი დამწესებელი, ანუ დასავლური ღირებულებების თავსმომხვევი. იმიტომ რომ ვფიქრობ, თუ ვინმე გეუბნება, რომ სახურავიდან გადაგდება უნდა, ძვირფასო უნდა დაუჯერო. და როცა ვიღაცის მთელი მოძღვრება ამბობს, რომ ფიქრობენ, რომ ცუდი ადამიანი ხარ, მაშინ უნდა დაუჯერო. და თუ ოდნავ მაინც გამოიკვლევ, რას ფიქრობს შარიათის კანონი ქალებზე, ტრანს ქალებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალიან სწრაფად მიხვდები, რომ ეს არ გამოვა. მაგრამ ვიცი, ეს ცოტა მორალურად უპირატესად აღარ გაგრძნობინებს თავს. თავს ცოტა არასრულფასოვნად გაგრძნობინებს. და ჩვენ ხო არ გვინდა შენი გრძნობები ვაწყენინოთ, არა ძვირფასო? არა. ასე რომ, გააგრძელე. ტადი დუბაიში, შემატყობინე თუ იპოვი ლამას განსაცვიფრებელ მამაკაცს, რომელსაც შენნაირებს მხარი უნდა დაუჭიროს, იმის ნაცვლად, რომ მართლაც განსაცვიფრებელი არაბი ქალები აირჩიოს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ყვდებიან. Taylor Loom. და გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.